მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, მოგესალმებით ალდეს კონგრესიდან, ვენიდან. ერთის მხრივ მნიშვნელოვანია, რომ ეს არის ის პოლიტიკური ძალა, რომლის იდეას დღეს საქართველოში თავიდან ბოლომდე დამახინჯებული არის, ლიბერალური იდეა, რომ კანონის უზენაესობა უნდა არსებობდეს და სასამართლო იყოს, რომ ადამიანს ვერ დაჩაგრავენ ვერც ერთი მისი ნიშან-თვისების გამო, რომ თავისუფალი ბაზარი და კოლექტიური ბაზარი იგივე ევროპაში არის ფუნდამენტი განვითარების, რომ განათლებას, ჯანდაცვა, ეს არის ის, რაზეც დგას არა მარტო ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, ქვეყნის განვითარება, აი ეს იდეები თურმე დღეს გახდა საპრობლემო ივანიშვილის საქართველოში და მსჯელობა მიდის აბსოლუტურად არაადეკვატურ რაღაცეებზე, მსჯელობა მიდის რაღაცა მოგონილ დილემებზე და მოგონილ პრობლემებზე და პარალელურად ხედავთ იმას, რასაც თქვენ აღწერეთ, გავატონ თეარო. საქართველოს ეხლა რაღაცა გეოპოლიტიკურ გადალაგებას, ეს ხო რაღაც მექანიკური თამაში არ არის, სადაც ყველაფერი ის არის პრაგმატული მექანიკა, რომ აი ეხლა ის გვჭირდება ეკონომიკურად და შუა აზიაში თემურლენგის შემყურეები დავრჩეთ და გაუტყევლად შუა აზიისკენ საქართველოს მიტრიალდეს რაღაცა იმაში, რა ქვია, თანამედროვე მონღოლურ სისტემაში გადავიდეს. აქ ლაპარაკი არის იმაზე, რომ საქართველოს კარგავს აი ამ ფასეულობებს, საქართველოს კარგავს შესაძლებლობას, რომ იყოს ქვეყანა, რომელიც არის ერთი დემოკრატიული თანამეგობრობის ნაწილი და დემოკრატიული თანამეგობრობა თავისუფლად ცხოვრებაში, თავისუფალი ადამიანების თავისუფალი თანაცხოვრების თანამეგობრობა და მეორე მხარეს არის რაღაცა საშინელი შემადგენლობა. ყველასთან დიდი პატივისცემით. ოღონდ ჩვენ არ გვინდა საქართველოს მოქალაქეებს და აბსოლუტურ უმრავლესობას არ უნდა რომ იცხოვროს ქვეყანაში, სადაც შეიძლება რაღაცა ხელისუფალზე ნათქვამი გადაბმული სიტყვის გამო შეიძლება დაგიჭირონ ციხეში ჩაგვსვან ათასობით ლარი ჯარიმად გადაგახტევინო. ასეთი ქვეყნები არის, ან სიკვდილით დაგსაჯონ, ისე როგორც ეს ირანის ისლამურ რესპუბლიკაში არის. ან რაღაცა სამუდამო პატიმრობაში გაგიშვან, როგორც ეს მეზობელ რუსეთში არის, როდესაც შეიძლება მეილი გააგზავნო სადღაც. ანუ საზოგადოება 21 საუკუნეში ჩაკეტილი, იზოლირებული. აი ამ თანამეგობრობის ნაწილი რატომ უნდა გახდეს ქართული? არავის არ ესმის. პრობლემა თავად მაგალითად ირანში სიარული კი არ არის. ირანთან ჩვენ განსაკუთრებული ურთიერთობები გვქონდა ყოველთვის მეზობლური ურთიერთობები და ამ ყოველთვის არა, მაგრამ პოლიტიკისთვის ვიყენებდით. უკანასკნელ წლებს ვიზახი თანამედროვე ქართულ სახელმწიფოზე ისტორიულ რეტროსპექტივას ნამდვილად არ გავაკეთებ შაჰ-აბასამ დაწოვა, მაგრამ საქართველოს როლი მნიშვნელოვანი როლი იყო მათ შორის დასავლეთ და ირანის ურთიერთობებში და დღეს ამისთვის კი არ ჩადის ყავალაშვილი და მაგალითად იყოს რაღაცა ხიდი დამაკავშირებელი იმისა, რომ ირანელი ხალხიც ამოვიდეს იმ ყველაფრიდან და დასავლეთთან რაღაცა ურთიერთობა და აი კონტექსტის გათვალისწინებით ბატონ თაზო შევეხოთ ამ საკითხსაც, რამდენად აუცილებელი იყო ყავალაშვილის ვიზიტი ირანში. მესმის რომ ერთი რეგიონია, მესმის რომ იქ არის მათ შორის სომხეთის და აზერბაიჯანის პირველი პირები, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ მათ საერთო საზღვარი აქვთ საქართველოსგან განსხვავებით. ეგ ხო არ არის თავდიანი ხავატონთეა. აზერბაიჯანის და სომხეთიც ამას ამბობს პირდაპირ, რომ მათ სტრატეგიული ურთიერთობა აი ირანთან გარკვეული ურთიერთობა სჭირდება იმისთვის, რომ ის ფუნქცია დამაკავშირებელის შეასრულონ დღეს. რომ ისინი ყველასთან პარტნიორობენ. მაშინიდან, როდესაც თავის ხალხს, თავის პარლამენტს გავლით ეუბნება, რომ ის ყველასთან საუბრობს. დღეს თურქეთთანაც კი საუბრობს, ვიღაც ისტორიულ თემთან. ირანთანაც საუბრობს, დასავლეთთან ინტეგრაციას აკეთებს. არც რუსეთისკენ არ ამბობს, რუსეთს არ უნდა ველაპარაკოს. რაციონალურ პოლიტიკას აწარმოებს. მართლა რაციონალურს და მართლა მულტივექტორულს და ეს პატივსაცემია. იგივე ეს ქართული ოცნება აკეთებს, კითხვა ისმება. არა, შესაბამისად, თუ იგივეს არ აკეთებს. ქართული ოცნების ბოლო პერიოდის ისეთი ფრთოსანი ფრაზა არის მულტივექტორული პოლიტიკა. მოდით შევეხოთ ამ საკითხსაც, განსაზღვროთ მაყურებლისთვის, გავშალოთ რას ნიშნავს ეს და არის თუ არა ქართული ოცნების დღევანდელი საგარეო პოლიტიკა ნამდვილად მულტივექტორული. მულტი არის ლათინური წინსართი და ნიშნავს მრავალს. მრავალი არის, როდესაც აი მრავალვექტორული, მულტივექტორული. როგორ შეიძლება მულტივექტორული იყოს? მრავალფეროვანი ქართულად რომ. ხო არა. მულტივექტორული როგორ შეიძლება ჩაითვალოს ის პოლიტიკა, რომელშიც არც ერთი ვიზიტი არ გახორციელებულა და პირიქით ურთიერთობები თვიდან თვემდე უარესდება ყველა დასავლურ დედაქალაქთან, რომელიც ჩვენი პარტნიორები იყო, იქნება ეს ბრიუსელი, იქნება ეს პარიზი, ლონდონი, ვაშინგტონი, ყველასთან უარესდება ურთიერთობები თვიდან თვემდე და სამაგიეროდ ხედავთ რაღაც ყოველთვე
ოფიციალურ და სახელმწიფო ვიზიტებს უმაღლესი დონისას შუა აზიის ქვეყნებში, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში, იქ სადაც იმ ავტოკრატიებში, სადაც ჩასვლა ჯერ ბოლომდე სტიგმატიზებული არ არის. თორემ მალე რუსეთშიც დაიწყებენ სიარულს. ხო ხედავთ, აი ამ ვექტორი, როდესაც ეს ვექტორი გაქვს, ეს არ არის მულტი. ეს არის მკვეთრად არაცივილიზაციური ავტოკრატიების გაერთიანებისკენ მიმართული საგარეო პოლიტიკა. მულტი იქნებოდა რუსეთშიც რო იყოს ლაპარაკი და თეირანშიც ეკონომიკურ ინტერესებზე. მაგრამ ესე არ არის. ივანიშვილი იზოლირებას აკეთებს საქართველოს. აქ საქართველოს არ აქვს მულტიკულტურული პოლიტიკა, საქართველოს ეხა ბრუნდება ნელ-ნელა ვარდების რევოლუციის ვითარებაზე. საქართველოს დაბრუნება ივანიშვილს განზრახული აქვს, აი იმ ვითარებაში, სადაც საქართველოს არ იყო სანდო სახელმწიფო. სანდო პარტია. აქვე შეგახსენებთ, რომ ბაქო-თბილისი ჯეიჰანის პროექტს სწორედ მანამდე ჩაეყარა ვარდების რევოლუციამდე, საფუძველი, რამაც განსაზღვრა საქართველოს საგარეო პოლიტიკური ვექტორი. შეურაცხმოთ ცალსახად გეთახმებით, სწორი იმპულსები ქონდა, სწორი ხეთქიდა, მაგრამ ამ პერიოდში ვითარება საქართველოში, აი აქ უნდა დააბრუნოს. საქართველოს არის, შეხედეთ, შეურაცხმოთ კი ქონდა ეს ვექტორი, მაგრამ საქართველოს მაშინ არ იცვლებოდა იმ ქვეყანად, რომელსაც შეიძლება ევროკავშირში შეესვლებოდეს. რომელსაც პრეტენზია არ ქონია არც ევროკავშირში შესვლის და არც ნატოში. შეხედეთ, როდესაც აი მე მგონი სწორად გამიგებთ ეხლა. კი, სწორად გაგიგებთ, უბრალოდ მე შემოვდივარ. მაგ დროში უნდა დაბრუნება. ქართულმა საზოგადოებამ 71%-მა მოლოკვევებით ის კი აღარ იფიქროს, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრი უნდა იყოს. ერთადერთი სწორი გზა ეს არის. არამედ აი როგორც 90-იანებში იყო ვარდების რევოლუციური პერიოდში იყო, რომ უიმედობა იყო ამ ქვეყანაში და ხალხი გარბოდა, ისე უიმედობა იყო, რომ ეს არის დსთ-ის ქვეყანა, პოსტსაბჭოთა ქვეყანა და აი ამ სივრცეში უნდა იტრიალოს, რომ მეტის ამბიცია არ უნდა ქონდეს. რასაც რუსეთი გადაუგდებს, ის უნდა აიღოს. ეთქვენ ჩუმად იყავ, ჩუმად. მონაცემებიც უმძიმესია, აქვე დემოგრაფიული მათ შორის უფრო მეტი კვდება, ვიდრე იბადება ქვეყანაში. ჩვენ ამ მონაცემების პირობებში გვიწევს ცხოვრება საქართველოში. ურთულესი მონაცემები გვაქვს, ნეგატიური მოუწლება, ნეგატიური შობადობის სალდო, რაც კატასტროფული მაჩვენებელია. ქვეყნიდან წასვლის გამო, მოსახლეობის დაბერების გამო და ახალგაზრდების მასიურად გადინების გამო. თუმცა ქართული ოცნება მაინც თავს იწონებს ეკონომიკური ზრდით და დღეს ლელოს ჰქონდა ბრიფინგი ფასების მატებასთან დაკავშირებით. ამაზე ასევე ვრცელდება ეკონომისტების მონაცემები, რომ მანიპულაციურად მუშაობს ქართული ოცნება და ეს საერთოდ არ აისახება საქართველოს მოსახლეობის წარმატებაზე. ბატონ თაზო, თქვენ ახლა ევროპის შუაგულში იმყოფებით ევროპელი პოლიტიკოსების გარემოცვაში. როგორ ხედავენ, რამდენად აინტერესებთ, რამდენად აქტუალურია საქართველოს პრობლემები თავად ევროპელი პოლიტიკოსებისთვის, მით უმეტეს, როცა ვიცით, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ევროპა საკმაოდ დაძაბული უყურებს ომის საფრთხეს და პერსპექტივებს. არ არსებობს საღათ მოაზროვნე არც ერთი კოლექტიური გონია, როგორც ნაცია, რომელიც ომს უყურებს პოზიტიურად ან ომისკენ მიუყვეს, ხო, ეს რაღაცა ზღაპრებშია ესე და ფენტეზის ჟანრის წიგნებში. არავის არ უნდა ომი, მაგრამ არც ერთი ეს ქვეყანა, რომელიც აქ წარმოდგენილია ალდეს კონგრესზე პრემიერ-მინისტრებით, მართლა უმაღლეს დონის საგარეო საქმეთა მინისტრებით, ეკონომიკის მინისტრებით, განათლების მინისტრებით, დეპუტატებით, მერებით, ევროპარლამენტარებით, აი მთელი ეს ევროპა არ აშინებს საკუთარ მოქალაქეებს ომის საფრთხით. არ იყენებს ომს როგორც პოლიტიკურ ინსტრუმენტს იმისთვის, რომ ყველა ზღვარი გადალახოს, ადამიანის უფლებებთან ქვეშ გაწევოს, ტირანია დაამხაროს, ამისთვის არ იყენებს. ეს არის განსხვავება ქართული ოცნებისა, რომელიც გარყდა ხელისუფლებამ და რომელიც შემდეგ მთელი ინსტიტუციური ქსოვილი გახსნა საქართველოში, სასამართლოდან დაწყებული, საკანონმდებლო ხელისუფლებით დამთავრებული იხილეთ, როგორ ირჩევა საკითხები დღეს საქართველოს პარლამენტში. დასავლეთში ეს გამოწვევა არის მიღებული როგორც გამოწვევა. ამაზე მიდის ლაპარაკი. საქართველოს არ გამქრალა რადარებიდან და ალდე არის სხვა შორის ერთ-ერთი ცენტრალური მოთამაშე იმისთვის, რომ საქართველოს ყოველთვის იყოს დღეს წესრიგში, როგორც ევროპარლამენტში, ისე იმ სახელმწიფოებში, რომლებიც ალდეს წევრი პარტიები არიან მთავრობაში და ამ სახელმწიფოების მხარდაჭერა განსაკუთრებულად ჩანს. მაგალითად ესტონეთის, მაგალითად ავსტრიის, მაგალითად ბელგიის, მაგალითად ლუქსემბურგის, ბევრის და ბევრის სხვას, საფრანგეთის, უკრაინის ეს ქვეყნები არიან ჩვენი მეგობრები და ალდეს დამსახურება ამაში დიდია, რომ
ჩვენ ვართ რეზოლუციებში, ჩვენ ვართ დისკუსიებში, დღესაც იყო გახსენები რამოდენიმეჯერ მოგვიყევით აი ამ რეზოლუციის შესახებ მის მნიშვნელობაზე შინაარსზე, ვიცი რომ საუბარი იყო ასევე ამ რეზოლუციაში, როგორც მზია ამაღლობელის ისე ექიმ ჩახუნაშვილის, სხვა პოლიტპატიმრების მიხელ სააკაშვილის შესახებაც და რაც მთავარია ელენე ხოშტარია იყო ასევე საგანგებოდ გამოყოფილი, მოგვიყევით გაცილებით მეტი და რამდენად დატვირთვა ექნება ამ რეზოლუციას, ვის მიმართავენ რეზოლუციის ავტორები. ელენე ხოშტარიას თავისუფლება ცენტრალურ საკითხია. ელენე ხოშტარია არის ალდეს წევრი პარტიის ლიდერი, დრო ალდეს წევრია და ის დღეს ციხეში ზის და მე მგონი ერთადერთი ასეთი მთელ სამ პარტიაში. მსოფლიოს მასშტაბით, ევროპის მასშტაბით, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ის ამ რეზოლუციაში როგორც ყველა სხვა პოლიტპატიმარი და აი მკვეთრად არის ლაპარაკი ალდეს რეზოლუციაში ხეთ იმაზე, რაზეც აი 1000 ბინძურის ბოროტებას იგონებს და პირდაპირ აგენტებს და მოღალატებს გვეძახიან ჩვენ თავად სუკის რუსული საგარეო დაზვერვის აგენტები, მთელი ხელისუფლება, მთელი სისტემა, ეს არის ღალატის ერთი უწყვეტი ჯაჭვი, სადაც ზოგი ამას აკეთებს გონიერად ამ ღალატს ჩადის, ობახიძეები და სხვები და არიან მთელი ეს კოხორტა მაგალითად პარლამენტებში, რომელიც ძარიცია, რომელიც თვითონ არ ესმის დარწმუნებული ვარ ბოლომდე, რომ მაღლესი რანგის სახელმწიფო ღალატს ჩადიან აი ეს ხალხი ჩვენ გვეძახის აგენტებს იმისთვის, რომ ჩვენ აქ ვართ და საქართველოს ინტერესებს ვემსახურებით და ალდე არის ამ ყველაზე ნათელი მაგალითი. შეხედეთ რას წესავთ თავის რეზოლუციაში, რომ ქართველი ხალხი ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმებით არ უნდა დაისაჯოს. ქართველ ხალხმა ის ურთიერთობა რაც ევროკავშირთან აშენა არ უნდა დაკარგოს. არამედ თუ ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, ეს არის ქართული ოცნება და პირდაპირ მიუთითებს, რომ აქ არ არის ლაპარაკი ვიზა ლიბერალიზაციაზე, ქართულ ხალხზე, ქართულ სახელმწიფოზე თუნდაც, დემოკრატიულ რესპუბლიკაზე, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობ და არის ლაპარაკი კონკრეტულად ქართულ ოცნებაზე, რომელიც ყველაფერს უღალატა საკუთარ ხალხს, საკუთარ ხალხის მომავალს უღალატა და მათ ყოფს ორად რაღაცა იმათთვის, ვისთვისაც ყველაფერი დაშვებულია, პარლამენტში ცემატყება, კოლექტიურად გალახვა ადამიანების და სხვები, რომელიც მზე ამაღლობელი სილის გაწლის გამო იგივე ტიპის დანაშაულს სილის გაწმის გამო ციხეში უნდა ისეს. აი ეს სისტემა სადაც შეიქმნა, ამაზე ლაპარაკობს პირდაპირ რომ კიდევ ერთხელ აი კაცრი ზომა კი არ მივიღოთ და ვიზა ლიბერალიზაცია გავაუქმოთ და შევწყვეტოთ საქართველოს თანამდებობა. ამიტომ ალდე ამბობს რომ თუ ვინმე უნდა დაექვემდებაროს პასუხისმგებლობას ეს ქართული ოცნება. რა იქნება ეს პასუხისმგებლობა? ეს ევროპაშია გადასაწყვეტი. ჩემი მთავარი მიზანია რომ ქართულ ხალხს დავანახო. მეტ და მეტ ადამიანს ყოველდღე რომ თავარი პრობლემა არის რომ ქართული ოცნება სანამ იქნება ხელისუფლებაში უბრალოდ ის კი არა რომ ევროკავშირში არ მიუღებენ. უბრალოდ არაფერი უკეთესობისკენ არ წავა. არავინ არ დაგიბრუნებთ უფლებას რომ გამოხვიდეთ ქუჩაში და თავისუფლად საკუთარი პოზიცია დააფიქსიროთ ტროტუარზე ნებისმიერ თემაზე. არავინ არ გამოსწორებს ვითარებას იმის რომ გადასახადები რომელიც ამ ქვეყანაში არის და ერთად გაწვევთ და გეუბნებათ კარგ ეკონომიკაში ცხოვრობთ, შეიცვლება, შემცირდება და თქვენ მეტი ფული დაგრჩებათ. არავინ არ შეცვლის იმას რომ საქართველოს გახდეს მართლა დამაკავშირებელი, იმიტომ რომ რუსეთს არ უნდა რომ საქართველოს იყოს ხალხო დამაკავშირებელი, რუსეთს არ უნდა ანაკლი სპორტი, მოდერნიზებული რკინიგზა, არა, რუსეთს უნდა რომ ანაკლი სპორტი გაიწევოს და ტყუილებით გაიწევოს და რაღაცა მოგონილი ჩინური ინვესტიცია არასდროს არ ჩაიდოს, რუსეთს უნდა რომ რკინიგზაზე კი არ დადიოდეს მთელი ჩინური ტვირთი დასავლეთისკენ და იქიდან უკან, არამედ კორუფციულად მთელი დირექცია რკინიგზის ჭრიდეს ლიანდაგებს და ჯართად აბარებდეს, კორუფციაში ლპებოდეს ქართული რკინიგზა. აი ეს უნდა რუსებს უნდათ, ანუ მტერს უნდა ხალხო, რუსებს და ქოცებს უნდათ, მარტო რომ განათლების სისტემაზე ხალხოთე, განათლების საშუალო განათლების სისტემას თუ შეხედოთ. ჩვენ ვართ საშუალო განათლების სისტემა, სადაც ოფიციალური მონაცემებით საქართველოს ეროვნული საგამოცდო ცენტრის სამასწავლებლო გამოცდის მინიმუმ ზღვარს ვერ აღწევს მაგალითად ფიზიკის მასწავლებელთა 80%, 70% ქიმიის მასწავლებლების, 60% ბიოლოგიის, საბუნებისმეტყველო მეტყველების სამაგიეროდ ამ მასწავლებლებს იყენებენ როგორც რესურსს საარჩევნო სისტემაში. შიმშილობენ ქალბატონთია 35% ოფიციალური კვლევით აგრეთვე საქსტატის და იუნისეფის ამბობს რომ მესამედი საქართველოს სკოლის მოსწავლეები საჯარო სკოლაში ამბობენ რომ მთელი სკოლის პერიოდის მანძილზე ერთხელაც ვერ ჭამენ, ვერ იკვებებიან. 40% თუ 45% ბავშვებს აკლიათ მაგალითად სასკოლო ინვენტარი. და ამ ქვეყნის განათლების მინისტრი საკუთარ თავისუფლებას აძლევს რომ რაღაცა ფორმები შეუკვეთოს ჩინეთში და და ყდები შეცვალოს სახელმძღვანელოზე. ყდები შეცვალოს და ქიმიის სახელმძღვანელოზე არასრულწლოვან ბავშვებს ალკოჰოლი დაუტანოს მაგალითად. აი ამ სიგიჟეში ვცხოვრობ. ეს სიგიჟე, ამ სიგიჟეში ქვია ავტოკრატია. და ავტოკრატია თქვენ
მათთვის არ ზრუნავს. ის ზრუნავს უკვე სიგიჟეებისთვის და იმას შლებს ადამიანებისთვის, ვინც მას მართავს და თუ გინდათ რომ ნაკლები ქონდეთ გაცახადებით, თქვენი შვილები უკეთეს განათლებას იღებდნენ, მართლა რეფორმა ჩატარდეს ჯანდაცვის სისტემაში, სოციალურ დაცვის სისტემაში, თქვენი პენსია მართლა არ დაიკარგოს, რომელსაც ეხა კარგავენ. ფასები მართლა შემცირდეს და ეკონომიკა წინ წავიდეს და საქართველო გახდეს დამაკავშირებელი და ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანამ იპოვოს თავისი როლი საერთაშორისო ბატონ თაზო, აი ახლა გისმენთ და ასეთი შეკითხვა დამებადა. დიახ, ეს თქვენ რასაც ამბობთ არის სრული ჭეშმარიტება, ჩვენი მოქალაქეები ამას საკუთარ ტყავზე გრძნობენ, საკუთარ ოჯახებში, საკუთარ ჯიბეებში, მასივრებში და ასე შემდეგ. თუ გიწევთ აი ამ კონკრეტულ თემებზე და საკითხებზე საუბარი მანდ ევროპულ ოჯახში ალდეს არ გულისხმობ მხოლოდ ევროპელი პოლიტიკოსები რომლებიც თუნდაც აი ამ მაკყრილობას ესწრებიან არიან ასევე ამბის გამტანები საქართველოს შესახებ დანარჩენ პოლიტიკურ სისტემებში ხო თუ გიწევთ ამ პრობლემებზე საუბარი მანდ ევროპაში ვენაში სადაც ახლა იმყოფებით კი რა თქმა უნდა გვიწევს ამაზე საუბარი გვიწევს საუბარი იმაზე რამდენია გასაკეთებელი რა უნდა გავაკეთები და სად უნდა ყოფილიყავით ეხა რომ მოლაპარაკების მაგიდაზე უნდა ვხდარიყავით აი აქ მყოფ პოლიტიკოსების უმრავლესობასთან არა აი ესე ვლაპარაკობდით იმ დრო ეხა აქ ბევრი პირადი მეგობარია რომელიც ძალიან ბევრი წლებია უყვება კი ოფიციალური და არაოფიციალური შეხვედრები ყველაფერს მნიშვნელობა აქვს ამ ადამიანებს ბევრს ვესაუბრები და ის სწორედ მათი და ჩვენი პირადი ურთიერთობების დამსახურებაა ის რომ თქვა ჩებით აი ამ რადარებზე მაგრამ ამის მიღმა ჩვენ უნდა ვიყოთ ესეთ ის ოფიციალური მხარე რომელიც მოლაპარაკების მაგიდაზე უნდა იჯდეს და ისინი მეორე მხარეს და ლაპარაკობთ იმაზე რომ საქართველოს მოქალაქეებს მაგალითად როუმინგი არ უნდა კონდეს ეხლა თქვენ როუმინგით გირეკავთ აი უკვე კანდიდატის სტატუსის დამსახურება რამოდენიმე საბუთზე ხელი უნდა მოეწერათ გავაკეთოთ რამოდენიმე საბუთისთვის ხელი უნდა მოეწერათ რომ საქართველოს მოქალაქე ევროპაში რომ გადმოვიდოდა მისი ჯეოსელის და მაქტის ულიმიტო ინტერნეტი ჩვეულებრივად გადმოყვებოდა ეგეთი სისტემა კანდიდატებისთვის მოლდოვასა და უკრაინასთან უკვე ეს სისტემა ამუშავებს უკვე მოქმედებს ჩვენ ეგეც არ გაგვიკეთეს ანუ აი ეგეთი მავნებელი ხალხია რომ ხო ქართული ოცნება ცდილობს ამაში დამნაშავეთ ევროპელი პოლიტიკოსები ევროპული სისტემა deep state და ასე შემდეგ ასეთი რაღაც ილუზიები გამოაცხადოს ამაზეც გვიპასუხეთ რამდენიმე სიტყვა და მე ჟენევის მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე მინდა გკითხოთ აი ამბობენ რომ სატყვა არა არის შეხედეთ საშინელებებს რო ეძახიან ამბობს სატყვა არა კაცო ვიზა ლიბერალიზაცია მაგით უნდა ქართულობი წაგვართვა როუმინგით უნდა დაგვიყოლიონ იმითი უნდა სუვერენიტეტი წაგვართვა ეს საზოგადოება რა სუვერენიტეტის დაცვა რას ნიშნავს ეს ხო არ მართლა ხო შეიძლება ყველაფერი უკუღმა ესმოდეს როგორც სიძულვილის ენის ამბავს არის რომ შეურაცხყოფა სიტყვის თავისუფლება შეიძლება იყოს ძალიან უმრავლეს შემთხვევაში 99% შემთხვევაში სიძულვილის ენა ძალიან კონკრეტული რაღაცა როცა დისკრიმინაციული ნიშნით დაცინვა არ შეიძლება და დისკრიმინაციული ნიშნით შეურაცხყოფა ადამიანების და ყველაფრის ერთმანეთში აღრევა არ შეიძლება. ისე არ შეიძლება ეხაც აქ ყველაფრის აღრევა სუვერენიტეტი რა არის? სუვერენიტეტი არის უსაფრთხოება, რომ სახელმწიფო მიარსებოს, რომ სახელმწიფომ არ დაკარგოს თავის ტერიტორიული მთლიანობა, თავის კონსტიტუციური წყობა და თავის რა ვიცი, სახელმწიფო სისტემა. ამის გარანტორი შეიძლება და დამოკიდებული ამის გარანტორი შეიძლება იყოს ძლიერი მეგობრები, პატარა ქვეყნის შემთხვევაში მხოლოდ ძლიერი მეგობრები და ძლიერი თანამეგობრობა, რომლის ნაწილიც ეს ქვეყანა არის. აბა, მაშინ მითხარით, შეხედეთ, როგორ შეიძლება მელაპარაკებოდა სუვერენიტეტზე ქვეყნის ხელისუფლება, რომელსაც რეგიონში, კავკასიაში, ამიერკავკასიაშიც კი ყველაზე დაბალი, 2-ჯერ და 5-ჯერ უფრო დაბალი თავდაცვის ბიუჯეტი აქვს, ვიდრე აზერბაიჯანს და სომხეთს და ჩვენ ერთადერთი ქვეყანა ვიყავთ, ეხლა ვისაც კიდევ ოფიციალურად სამხედრო კონფლიქტი აქვს და უცხო ქვეყნის მტრის ჯარი უდგას ქვეყნის ტერიტორიაზე. რა უსაფრთხოების დაცვაზე ვლაპარაკობთ. რა უსაფრთხოების დაცვაზე ვლაპარაკობთ, როდესაც რუსეთთან მართლა ნორმალურ ურთიერთობას ვერ ალაგებენ. რუსეთთან ნორმალური ურთიერთობა სიგიჟეა რო არ გქონდეს. გავაგრძელებ სწორედ ამ მიმართულებით ახლა მინდა გკითხოთ. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67 რაუნდის ფარგლებში რუსულმა მხარემ საქართველოს დაჟინებით მოთხოვა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების გაფორმება, რათა მიღებულ იქნას პრაქტიკული ზომები, რომლებიც უზრუნველყოფს აფხაზეთის რესპუბლიკის და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მყარ უსაფრთხოებას. საუბარია საქართველოსა და ორ სუვერენულ რესპუბლიკას შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ. ასეთი შეთანხმების გაფორმება არამხოლოდ მნიშვნელოვან იმპულსს მისცემს მოლაპარაკებების პროცესს საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში, არამედ მთლიანად რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებაშიც მნიშვნელოვანი წვლილი იქნებოდა აღნიშნული
დაკავებულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში და ცნობისთვის რუსეთმა ასეთი პირობა საქართველოს პირველი წელი არ არის, რაც წამოუყენა 63 რაუნდის შემდეგაც გააკეთა იგივე განცხადება, რომ საქართველომ პრაქტიკულად აღიაროს სამაჩაბლოს და სამხრეთ ოსეთის, უბრალოდ აფხაზეთის დამოუკიდებლობა და თავდაუსხმელობის პაქტზე მოაწეროს ხელი. აი ეს არის ქართული ოცნების პოლიტიკა რუსეთთან ეგრეთ წოდებული დათბობის პარამეტრების შესახებ. აი ამაზე მინდა მიპასუხოთ თქვენთვის ეს ძალიან მტკივნეული თემაა ზუსტად ვიცი. მნიშვნელოვანი თემაა და მადლობა რომ შეეხებათ ამ თემას. აქაც უმარტივესად შეიძლება დაინახოს აი ყველაზე ჩაუხედავმა პოლიტიკაში საქართველოს მოქალაქე. ხალხში ხედეთ ეს ხალხი გეუბნებათ რომ მულტივექტორულ ურთიერთობებს ალაგებს და საქართველოს ინტერესებიდან გამოდის. ხელისუფლება რომელიც საქართველოს ინტერესებიდან გამოდის, ამ ხელისუფლებამ ბოლო 2 წლის მანძილზე სტრატეგიული პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან დაკარგა. კანდიდატის სტატუსი არაფერში არ გამოიყენა გაფლანგა და მოლაპარაკების მაგიდის დაждომის გარდა. ყველა დედაქალაქთან, რომელიც საქართველოს ეხმარებოდა, გვერდში ედგა, მილიონ პროგრამას ახორციელებდა ამ ქვეყნის ტერიტორიაზე, ჩვენ გვერდით იდგა ყველგან. ყველასთან ურთიერთობა გააფუჭა, ამერიკასთან ურთიერთობა გააფუჭა, ბრიუსელთან ურთიერთობა გააფუჭა. თავდაცვის ბიუჯეტს არ ზრდის, საქართველოს არმიის ფულს პარავდა, მინისტრი და მის მოადგილეები თავდაცვის ციხეში ზიან, ამ თავრობისვე, უბრალოდ წინა კაბინეტის შემადგენლობიდან ხოცები იყვნენ ის ხალხი, ხოცების მიერ დამტკიცებული, იმ ხალხმა ფული პარა ჯარს იმის მაგალითად რომ ჯარი გაეძლიერებინა, რკინიგზა გაძარცვა იმის მაგალითად რომ ეკონომიკა განევითარებინა და ეს გველაპარაკება ეხა რაღაც სუვერენიტეტზე. ეს გველაპარაკება ეხა რაღაც განვითარებაზე. აი ეს გეუბნებათ თქვენ რომ დაიცავს საქართველოს ინტერესებს და სად იცავს? თუნდაც აი დასავლეთთან შეწყვეტეთ. მეორე მხარე ავიღოთ. მარტო შუა აზიაში არ ხო არ არის ეხა მთელი საქართველოს საგარეო პოლიტიკა. მეორე მხარეს გამოწვევა არის რუსეთი. რუსეთთან ურთიერთობაც ამ მხარეს ახერხებს. გარდა იმისა რომ ვასალია. შეხედეთ არ არის აი მარტივად დასანახი არის ყოველთვის. ვასალია. ვასალურად ეკცევიან. მოღალატეს პატივს არც მისი პატრონი არცევს. და ყველა ხედავს დამარტივად რა ძალთა თანაფარდობა არის ივანიშვილსა და რუსებს შორის. რომ მას არაფრად არ აგდებენ. არც ივანიშვილს და არც მის მოღალატეების მთავრობას. არაფრად არ აგდებენ. იმის მაგივრად რომ რაღაცა თამაში ეთამაშონ მაგალითად და დათმობებზე წავიდეს რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში პირიქით სულ ანექსიაზე ლაპარაკობს. ლაპარაკობს იმაზე რომ საქართველოს აღიაროს ტერიტორიული მთლიანობა ფაქტიურად ამ რაღაცა ორი მოგონილი სახელმწიფოსი აღიაროს რომ მათ თავს არ უნდა დაესხას არასდროს. ეს არის პირდაპირ შემდეგი ანექსის ნაბიჯი. იქით სამხრეთ ოსეთი ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთში ლაპარაკობდნენ რომ რაღაცა ერთ დიდ ალანიას ქმნიან და ჩრდილოეთ ოსეთთან და ანექსიის ახალი ეტაპი კიდევ ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანდება და რაღაც ერთიანი ოსეთი იქნება რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში. აქეთ ვიღაცა აფხაზი სეპარატისტები იმუქრებიან რომ დრონების არმია დაესხმება თავს და ამას რა დაუყენეთ ჩვენ საფუძველად. ვიღაცა მდინარაძე იმების ერთი საპროტესტო განცხადება ნოტა ან გამოხმაურება არ ყოფილა, არ მოგვისმენია, როცა ვხედავთ ევროპელი ლიდერების ან ელჩების მიმართ ისეთ დამამცირებელ დამოკიდებულებას, რასაც ამ წლების განმავლობაში ვადევნებთ თვალს. ისა მართლა რაღაცა პოლიტიკური მოზვერი რო ყავთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესაც. მართლა პოლიტიკაში მოზვერის სრული ანალოგია. ეს კაცი რო გამოდის და აი უკანასკნელი ორღობის ქალივით რო იწყევლება ხოლმე, აი ბოროტი დედაბრების გაპრებში რო არის, ნამდვილები ეგეთები არ არსებობენ. რო იწყევლება ხოლმე ყველა ევროპის დედაქალაქზე და ლიდერზე. აი ამაზე რო ეს არის საქართველოს სუვერენიტეტის და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების შემლახავი, ჩვენი შეურაცხმყოფელი განცხადება, რაც გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. ამის თქმა არ შეუძლია იგივე ჟანრში, აი წყევლატრულ ჟანრში ევროპის დედაქალაქში. რატო არ გამოდის და ლავროვზე არ ამბობს, რომ მან შეურაცხყოფა მიაყენა ამ განცხადებით საქართველოს. იმიტომ რომ ვასალია. სამაგიეროდ Facebook პოსტებში, რა ვიცი, საქილიკო სიტყვების და წყევლაკრულის გამო ხალხს აჯარიმებენ, იჭერენ და ვიცი რომ ამ რეზოლუციაში, რომელზეც იმუშავეთ თქვენს აქტიურად, ალდეში არის ამ რეპრესიულ კანონებზე საუბარი. ეს არის ხო ელემენტარული ამბავია, მადლობა ხალხო ამის შეეხეთ. ელემენტარული ამბავია, მაგაც ანუ კანონებს იღებენ ქვეყანაში, რომელსაც მართლა ვერც ხსნიან. ამას წინათ საზოგადოებრივ მაუწყებლებზე, სადაც ჩვენ ფაქტიურად რაღაც 1000-ში ერთხელ ვაჩენენ, ყავდათ ის რო ყავთ რაღაცა
მართლა გაუგებარი ხალხი რო ყავთ რაღაც მახაშვილით რაღაც. ეს მახაშვილი ამბობდა, ვერ ხსნიდა. რომ ეუბნებიან, რომ აი დააჩელენჯა ბოდიში და პროფესიული ჟარგონისთვის თქვენმა კოლეგამ იქ და უთხრა, რომ აი ეს კანონები ხო ადამიანის უფლებებს ეწინააღმდეგებოდა. ვერაფერი ვერ უთხრა, არა აქ სათქმელი. რა თქმა უნდა, კანონი რომელიც რა ციხი ძჯის ადამიანს რომ ტროტუარზე დგას და ციხეში ერთი წლით გაუშვა კაცს რომ ტროტუარზე იდგა და რაღაცას აპროტესტებდა, არაფერს არაფერს და ტროტუარზე იდგა ბატონ მენთეშაშვილი. ეს კანონი როგორ უნდა ამიხსნა, რომ ეს კანონი არის რამე შეჯდება. დემოკრატიაში რო შეჯდება, გავიგეთ, რა შეჯდება, ეგეც გაუგებარია. რუსებს ეგეთ კანონები არა აქვთ. ანუ რა, რუსმა პირდაპირ თქვა, რომ რა აღარ არის დემონსტრაცია, აკრძალული სამხედრო ვითარება. თორემ მანამდე თლათ ეგეთ კანონებს ვერ იღებდა. საგიჟეთში ვცხოვრობთ მართლა. კანონებს იღებენ, რომელიც რავი, არა ადამიანურ ჯარიმებს აკისრებს ადამიანებს რაღაც შეკრებისთვის. კანონებს იღებთ, რომელიც რავი, NGO-ს დაფუძნებას გიგრძალავს. კომპანია რო ხარ, კერძო გიგრძალავენ, საჯარო ჩემი აზრი დააფიქსირო. იმდენე წარმე რო ხარ, შენი აზრი არ დააფიქსირო, გეუბნებიან, თორე ამისთვის დაგაჯარიმებ. ამას უწოდებს მულტივექტორს ქართულად. რამის დაწერ, რავი, წეულას, რავი, 1000 რასაც გინდა, ხო, რაღაც სიტყვი, ვიღაცას ეს არ მოეწონება, შეაფასებს, შეურაცხყოფად დაგაჯარიმებ. ეს კანონები როგორ შეიძლება რომ ვინმეს მოსწონდეს ნორმალურად თulides. დრაკონულ ნარკოპოლიტიკას რომელმაც გამოიწვია კატასტროფული ვითარება. აი რამოდენიმე თვე არის ამას საწარმოები, უარესი კატასტროფის წინაშე მიიყვანა. ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი? ფასების წინააღმდეგ ეპოპეა მეგვსთვიანმა ტყუილმა ქალბატონია. თავიდან ბოლომდე უბინძურესმა ტყუილმა, რომელმაც დაცინა ამ ქვეყნის ყველაზე გაჭირვებულ მოქალაქეებს. ატყუეს 6 თვე ბოლოს კომისია გამოყვეს. ჩვენ ძვებო ვერაფერს ვერ ვიზამთო. პასუხისმგებელი ვინ არის? არავინ არ არის. წინა მთავრობდა ნახევარზე მეტი იმ კაბინეტისა და მინისტრის მოადგილეობის დეპარტამენტის უფროსების ყველა სინამდვილეს წისხლის სამართლის საქმეებია. ნაწილი ციხეში არის, მეორე ნაწილი გაქცეულია, მესამე ნაწილს დაძდევენ. ყველაფრიდან ფულს იპარავდნენ, დაწყებული ვაგაბაღებიდან, გაგრძელებული ჯარით, გაგრძელებული კოლცენტრების ფარველობით, ციხეში კრიმინალების ფარველობით. ანუ სიგიჟეში ვართ. ყველაფერში ფული კეთდება და ამ ქვეყანაზე გვეუბნებიან, რომ ისინი სუვერენიტეტს იცავენ. სუვერენიტეტს კი ვერ იცავენ. ჟენევაში მოლაპარაკებებსაც კი ვერ წარმოებენ მათ პატრონებთან, რუსებთან იმასაც კი ვერ ალაგებენ, რომ პატარა მათთვის სიკეთე გაიღონ და რაღაცა წინსვლა აჩვენონ და ამით ქართულ ხალხს მოატყუონ დამატებით. ამასაც კი ვერ ახერხებენ, იმდენად მონურ პოზიციაში არიან. თასო, ძალიან დიდი მადლობა. სამწუხაროდ ჩვენი დრო ამოიწურა, თორემ ლიდერების საქმეზეც მინდოდა მეკითხა, რამდენად შეწუხდნენ ევროპელი ლიდერები, მაგრამ სხვა დროს ამაზე ვისაუბრებთ. გაუგნებული აბსოლუტურად ყველა იმ სიგიჟით, რაც ხდება საქართველოში ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერთან მიმართებაში, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძეზე, სხვებზე, ზურაზე, ელენე სხვებზე. მადლობა, თაზო, რეკლამის დროა და უნდა დაგემშვიდობოთ, თორემ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რა თქმა უნდა, მაგრამ უკვე თბილისში გელოდებით სტუდიაში ამ საკითხთან დაკავშირებით.